მეორე დღესვე ნიკო კვარაცხელიას საქმე იყო გახსნილი, იმიტომ რომ ტაქსის მძღოლმა ღირსეულმა მოქალაქემ ისეთი ჩვენება მისცა პროკურატურას, რომ მარტო იმ ჩვენებით შეეძლოთ მონაწილე ფიგურანტების გამოვლენა და დაკითხვა. პროკურატურას 5 წელი დასჭირდა იმისთვის, რაზეც ნიკო კვარაცხელიას დედა შვილის მკვლელობიდან მალევე საუბრობდა. საგამოძიებო უწყებამ კი მხოლოდ ახლადა წლების შემდეგ დაადგინა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ცენტრში 10-ზე მეტი გასტროლით შეკვეთით მოკლეს პროკურატურამ. ამ საქმის ორგანიზატორებად კი ძმები გურამ და დავით კაკულიები და ბუსა ჟვანია დაასახელა. წარმოუდგენელია, რატომ თავის დროზე რატომ შეიკავა თავი პროკურატურამ და არია ყველაფერი აბსოლუტურად და 5 წლის თავზე ისეთ კადრებს გვაჩვენებს, რაც შეიძლებოდა მეორე დღესვე ყოფილიყო ნაჩვენები. მოტივი არის ის, როგორც ყველა დროში, ეს რამე სიახლე ხომ არ არის. ასე ჭკვიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომელსაც აქვთ ძალიან სერიოზული ამბიცია თავისი ნიჭით, იშორებს ყველა დროში არის სპეციალური სამსახურები. ნიკო კვარაცხელიას დედაშვილის მკვლელობის საქმეზე ოცნების მაღალჩინოსნების მხილებასაც აანონსებს. იზა ომაძე ფიქრობს, რომ ამ საქმის ჩაფარცხვაში ჩართულები სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. სწორედ ამ მოტივით მან არაერთხელ მიმართა საგამოძიებო უწყებას და საქმიდან პროკურორ გია შაიშმელაშვილის ჩამოშორებას ითხოვდა. შაიშმელაშვილი პროკურატურაში ოთარ ფარცხალაძის კადრად მიიჩნევოდა. ახალგაზრდა მამაკაცის დედა კი ეჭვობდა, რომ მან საქმე დაინტერესებულ პირებთან გარიგების სანაცვლოდ თაროზე შემოდა. ალბათ იყო მფარველობა მაღალჩინოსნების და მე არ გამოვრიცხავ, რომ სერიოზულად იყოს ჩართული ვიღაც მაღალჩინოსანი. თვინმეზე ეჭვი? მე სახელებით და გვარებით ვილაპარაკებ ცოტა ხანში. ეს მკვლელობა არის შეკვეთით და შეკვეთილი მოტივით. პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ დღეს იზა ომაძე მძებნილად გამოცხადებულ და ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელებულ ბესარიონ ჟვანიას დედასაც მიმართა და შეახსენა პირობა, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ის შვილს თავად ჩააბარებდა საგამოძიებო უწყებას, თუმცა ბრალდებული, რომელზეც პროკურატურამ დღეს ძებნა გამოაცხადა, სავარაუდოდ ქვეყანაში არ იმყოფება. ბესარიონ ჟვანია დაასახელეს ერთ-ერთ ფიგურანტად. მის შესახებ რისი თქმა შეგიძლია? სახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ მისმა დედამ მომცა პირობა, რომ თუ ბესარიონ ჟვანია იქნება დამნაშავე, ჩემი ხელით მივუყვან პროკურატურასო და ველოდებ. ბუსა ჟვანია წარსულში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა საპატიმრო წელიწად ნახევარში დატოვა. მოგვიანებით ბეჭდურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში თოფაძემ თქვა, რომ ამ საქმეში მაშინ ბიძინა ივანიშვილი ჩაერია. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ჩდება ეჭვი, რომ მან ციხე შეთანხმების სანაცვლოდ დატოვა. ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილის გათავისუფლების შემდეგ მედიაში გავრცელდა ის ინფორმაციაც, რომ ის 2022 წელს ნიკო კვარაცხელიას საქმეზეც გამოიკითხა. ურთიერთობა კი ქონდა კაკულიებთან, მაგრამ გარნიშნავს იმას, რომ რამეში იყო ჩართული და ერთი უბედურება არას დაემართათ კვარაცხელიებს და მეორე არის, რომ უდანაშაულო ადამიანს ესეთი ბრალი წაუყენო. არ ვიცი, მე არ ვეთანხმებ. გამოძიების ვერსიით ძმებმა კაკულიებმა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა განიზრახეს. დავით კაკულია 25 წლის წინ მოსკოვში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით მისი მკვლელობის დამკვეთი გია კვარაცხელია იყო. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დავით და გურამ კაკულიებმა მკვლელობის ორგანიზების გეგმა მათივე მეგობარ ბუსა ჟვანიას გააცნეს, რომელმაც ძმები ჭავჭავაძეზე მდებარე მის სახელზე არსებულ სახლში დააბინავა, სადაც ეტაპობრივად სათათბიროდ უკვე მჟავრდებულები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძეც ხშირად მიდიოდნენ. კაკულიები კი 2023 წელს სხვა საქმეზე არაყიშვილზე მომხდარის გამო დააკავეს. მათ ერთი პირი დაჭრეს, რის გამოც ძმებს 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება ამის თავზე არ არსებობს და ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ამდენი წლის შემდეგ რატომღაც პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ის ბრალი წაეყენებინა მათთვის. მათ თავადაც გაავრცელეს ეს პოზიცია და ჩვენც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ისინი
აბსოლუტურად უარყოფენ სრულიად არანაირ შემთხვევაში არ არის ამ მკვლელობასთან და კატეგორიულად ემიჯნებიან. განზრახ მკვლელობის იარაღის შეძენა შენახვის და ტარების გამო ამ საქმეზე 17 და 16 წლით პატიმრობა უკვე შეეფარდათ ალე კოჭელიძესა და გიორგი კავილაძეს. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით სწორედ მათ დაიქირავეს მანქანა ჩაუსაფრდნენ პირად საქმეზე მყოფ კვარაცხელიას და 10 გასროლით ჩაცხრილეს. ჭელიძის ადვოკატი გვეუბნება, რომ მკვლელობის დაგეგმის ვიდეო მასალა, რაც საგამოძიებო უწყებამ დღეს გაასაჯაროვა, საქმის მასალებში აქამდე არ უნახავს. რომ დააკავეს უკვე მხოლოდ ეგ მასალები იყო მაგათ როგორ მიაგნეს მაგათი გადაადგილება და თვითონ ის ვიდეო მკვლელობის ამსახველი კვარაცხელიას. ანუ თქვენ არ გინახავთ მასალებში აი ბესარიონ ჟვანიასთან, დავით კაკულიასთან, გურამ კაკულიასთან როგორ ჰქონდათ ურთიერთობა? არა, მაშინდელ მასალებში ეგენი მე არ მქონია ნამდვილად. პროკურატურამ დღეს გამართულ ბრიფინგზე 9 წუთიანი ვიდეო მასალის გამოქვეყნებით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ 22 წლის ახალგაზრდის საქმე კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი იყო. კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-119 მუხლის მეორე ნაწილის ე და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარუდგენს 2021 წელს მოქმედი რედაქციით, რაც სასჯელის სახე და ზომა 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა. თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, სად იყო ამ დრომდე უწყება და რატომ არ საჯაროვდებოდა ის კადრები, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მათ ხელში იყო. პროკურატურა ამ საქმეზე სხვა პირების დაკავებასაც არ გამორიცხავს.